წლების განმავლობაში ეს იყო ის, რასაც რუსეთი უკრაინის გასანადგურებლად იყენებდა. უზარმაზარი დრონებისა და რაკეტების ტალღები გამოიყენებოდა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისა და მისი ინფრასტრუქტურის დასანგრევად. თუმცა საჭიროება გამოგონების დედაა და უკრაინა მსოფლიოში საუკეთესო გახდა იმ ერთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაზეც რუსეთი იყო დამოკიდებული. უკრაინა ანადგურებს ყველაფერს, რაც ცაში დაფრინავს. აერთიანებს საჰაერო თავდაცვის მთავარი სისტემის ოსტატობას ახალ ტექნოლოგიებთან, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ უკრაინის ჩამოგდების მაჩვენებელზე. პირველ რიგში გადავდივართ 15 აპრილის ღამეს. იმ ღამეს რუსეთმა კიდევ ერთი გრძელდისტანციური შეტევა განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. ეს არ ყოფილა ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა, რომელიც რუსეთს განეხორციელებინა. შეტევის დასრულების შემდეგ უკრაინამ დაადგინა, რომ რუსეთმა როსტოვის რეგიონიდან მის ტერიტორიაზე 3 ისკანდერ M ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ასევე 224 დარტყმითი დრონი, რომელთაგან 250 შაჰიდის ტიპის დრონის ჯარი იყო. ეს დრონები რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე 7 სხვადასხვა ადგილიდან აფრინდა, რაც რუსეთის მიზანს ნათელს ხდის. დრონებით გადატვირთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რათა რაკეტებმა შეძლონ მიზნამდე მიღწევა. ეს სტრატეგია რუსეთს ადრე დიდი წარმატებით გამოუყენებია, თუმცა იმ ღამეს უკრაინას იდეალური საფასუხო გეგმა ჰქონდა. 1 საათზე ნაკლებ დროში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთიდან გაშვებული 3 ისკანდერ M-ის ყველა რაკეტა ჩამოაგდო. გარდა ამისა, უკრაინამ ჩამოაგდო შემოსული რუსული დრონებიდან 309. ასევე აკვირდებოდა კიდევ 3-ს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში იყვნენ, მაგრამ როგორც ჩანს, მიზნისკენ მიმავალ გზაზე გზაებნათ. თუ ვივარაუდებთ, რომ ის 3-ც ჩამოაგდებენ, ამ თავდაცვის უკან მდგომი მათემატიკა საინტერესო ამბავს გვეყოდა. ხოლო რაკეტების შემთხვევაში უკრაინამ 100%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი აჩვენა. დრონების მხრივ მხოლოდ 13 რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეძლო მიზნამდე მიღწევა, იუწყება United 24 მედია. ეს ნიშნავს, რომ 311 დრონი ვერ მიაღწია მიზანს, რაც უკრაინას 95.9%-იან ჩამოგდების მაჩვენებელს აძლევს. თუ ბალისტიკურ რაკეტებს და დრონებს ერთად დაუმატებთ, ჩამოგდების მაჩვენებელი 96%-მდე იზრდება, რაც ზუსტად ემთხვევა იმ 85%-ს, რომლის მიღწევაც უკრაინის თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვს სურს თავის ქვეყანას. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი სიახლეა. უკრაინამ დიდი მიზანი დაისახა და მიაღწია კიდეც მას. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინამ მსოფლიო დონის საჰაერო თავდაცვა შექმნა, რაზეც მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. თუმცა ამ ამბავს ერთი ისეთი მხარეც აქვს, რომელმაც ყველა მოულოდნელად გააგვირვა. უკრაინამ რუსეთის 3 ბალისტიკური რაკეტიდან ყველა ჩამოაგდო. ეს მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან უკრაინელი მოქალაქეები რუსული ძალისგან გადარჩნენ, მაგრამ ეს ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის. ის თუ როგორ ახერხებს უკრაინა ასეთი ტიპის ჩამოგდებებს, ნამდვილი მტკიცებულებაა იმისა, რომ ის გახდა საჰაერო თავდაცვის სისტემის ოსტატი, რომელიც საერთოდ არ იყო მის ტერიტორიაზე შექმნილი. უკრაინა სავარაუდოდ პატრიოტის ჩამოგდები რაკეტებით რუსული ბალისტიკური რაკეტები დაემარცხებინა და ამ ჩამოგდებებს იყენებს ისე, რომ მთლიანად არღვევს აშშ-სა და ნატოს დოქტრინას. ყველაფერი გამოავლინა პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების ოპერატორი უკრაინული დანაყოფის მეთაურმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისაუბრა საჰაერო სარდლობა დასავლეთთან, რომელიც უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილია. ამ დანაყოფის მეთაურმა გაამხილა, რომ უკრაინამ იპოვა გზა, რათა პატრიოტის რაკეტების მარაგი უფრო დიდ ხანს ეყოს და ეს მოახერხა იმით, რომ პატრიოტის სისტემის ყველაზე ეფექტური მომხმარებელი გახდა დღემდე. როგორ? ყველაფერი დამოკიდებულია პატრიოტის გამოყენების სტანდარტულ საბრძოლო გამოყენების წესებზე, როდესაც მიზნის განადგურებაა საჭირო. ოფიციალური ნატოს პროტოკოლები პატრიოტის სისტემის მომხმარებლებს ავალდებულებს, რომ მოახლოებულ ობიექტზე 2-დან 4-მდე გამანადგურებელი რაკეტა გაუშვან. ამ დოქტრინის უკან საკმაოდ ლოგიკური მიზეზებია. რაც უფრო მეტ გამანადგურებელ რაკეტას გაუშვებ, მით უფრო იზრდება შანსი, რომ მათგან მაინც ერთმა მიზანი გაანადგუროს. სირთულე მაშინ ჩნდება, როცა გამანადგურებელი რაკეტების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო სამიზნეების რაოდენობა, რომლებიც ციდან უნდა ჩამოაგდო, ძალიან დიდია. უკრაინამ ამ სირთულეს გამოსავალი მოუძებნა და ეს გამოსავალი ყველა ტრადიციას ეწინააღმდეგება. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება ცოტა რაკეტა გამოვიყენოთ, თუნდაც ბრძოლის წესები რთული სამიზნეების წინააღმდეგ 24 რაკეტის გამოყენებას ითხოვდეს. ჩვენ მათ ერთით ვანადგურებთ, აცხადებს დანაყოფის მეთაური ვიდეოში. ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინის პატრიოტის ეკიპაჟებმა შეძლეს სამიზნის ამოცნობისა და შეტევის უნარების დახვეწა იმ დონეზე, რაც აშშ-სა და ნატოს შეუძლებლად მიაჩნდათ. 24 რაკეტის დოქტრინა ნაწილობრივ იმიტომ შეიქმნა, რომ ნატოში იცოდნენ პატრიოტით მომუშავე ეკიპაჟებს სისტემის გამოყენების ფართო გამოცდილება არ ექნებოდათ ვარჯიშის მიღმა. უკრაინაში სრულიად განსხვავებული რეალობა ჩამოყალიბდა. რუსეთის უწყვეტი საჰაერო იერიშების გამო უკრაინის პატრიოტის ეკიპაჟები საბრძოლო პირობებში არიან გამოცდილი იმ დონეზე, როგორცაც ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემის სხვა მომხმარებლები ვერასდროს მიაღწევდნენ. ძველი გამონათქვამია, რომ ვარჯიში სრულყოფილებას ნიშნავს. უკრაინამ დაამტკიცა ეს, რადგან მუდმივმა ვარჯიშმა მას საშუალება მისცა გაერკვია, როგორ გამოეტენებინა მაქსიმალურად თავისი შეზღუდული პატრიოტის რაკეტების მარაგი. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს ხარჯებისა და მასშტაბის თვალსაზრისით? თუ უკრაინა 15 აპრილის ღამეს ნატოს დოქტრინას მიყვებოდა, მას დასჭირდებოდა 12-მდე პატრიოტის გამანადგურებელი რაკეტის გაშვება, რათა გამკლავებოდა იმ 3 ბალისტიკურ რაკეტას ისკანდერ M, რომელიც რუსეთმა გაუშვა. ხარჯები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის გამანადგურებელი რაკეტა გაუშვა უკრაინამ. RBC უკრაინა ამბობს, რომ PAC 3 ტიპის რაკეტა $3-დან $4 მილიონ ღირს.
ASHS-ის კონგრესი ამბობს, რომ პეტრიოტის გამანადგურებელი რაკეტის ღირებულება ამ დიაპაზონის ზედა ზღვარზეა. ეს ნიშნავს, რომ ნატოს დოქტრინის მიხედვით, პეტრიოტის გამოყენება უკრაინას ერთ რუსულ დათქმაზე შეჩერებისთვის $48 მილიონ დაუჯდებოდა. მაგრამ უკრაინა რაკეტას რაკეტით პასუხობს. ანუ $48 მილიონი ნაცვლად უკრაინას მაქსიმუმ $12 მილიონი დასჭირდებოდა რუსული ისკანდერ M ბალისტიკური რაკეტების სამეულის გასანადგურებლად. 15 აპრილს Pravdas მიხედვით, ერთი ისკანდერ M ბალისტიკური რაკეტა დაახლოებით $3 მილიონი ღირს. თუმცა ხარჯების მხრივ უკრაინა მაინც წაგებულ პოზიციაში რჩება. საჰაერო თავდაცვის სისტემის ოსტატურად გამოყენების წყალობით 15 აპრილის ბოლოს უკრაინა მხოლოდ $3 მილიონი იყო წითელში და არა 39 მილიონით, როგორც ნატოს დოქტრინის შემთხვევაში იქნებოდა. სწორედ აქ ერთვება მასშტაბის მექანიკა და ეს მხოლოდ უკრაინისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ASHS, ნატო და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებიც პატრიოტის რაკეტების ჩამჯერებს იყენებენ, ყველა დააკვირდება იმას, რაც უკრაინამ ახლა მოახერხა და კითხვებს დასვამენ. თავარი კითხვა მათ შორის არის, რამდენად აუცილებელია 4 რაკეტის გამოყენება ერთ მიზანზე. ნატო ამბობს, რომ სწორედ ეს არის საჭირო. მაგრამ უკრაინა თავისი პატრიოტებით ამტკიცებს, რომ ერთითაც შეიძლება ის, რისთვისაც ნატო 2-დან 4-მდე რაკეტას ითხოვს. თუ სხვა ქვეყნებიც შეძლებენ უკრაინის წარმატების გამეორებას, ისინი მნიშვნელოვნად შეამცირებენ თავიანთი პატრიოტის ჩამონგდები რაკეტების გამოყენების ხარჯებს და ასევე მეტ სამიზნეს გაანადგურებენ, სანამ მათი მარაგები ამოიწურება. ASHS უნდა კითხოს უკრაინას, როგორ ახერხებს ამას. ევროპის პოლიტიკურ კვლევათა კონსორციუმის მიხედვით ASHS-შემ ოპერაცია Epic Push პირველ 3 დღეში 800-ზე მეტი პატრიოტის რაკეტა გამოიყენა. თუ ASHS-ს თავისი იარაღის ისეთი ოსტატობა ეკნებოდა, როგორიც უკრაინამ განავითარა, მას შეეძლო 200-დან 400-მდე რაკეტა გამოეყენებინა ამის ნაცვლად. ნატოს დოქტრინის ყველაზე დაბალ ზღვარზეც კი, სადაც ASHS თითოეულ სამიზნეზე 2 ჩამონგდებს გამოიტანებდა, ეს $1.6 მილიარდი დაზოგვას ნიშნავს. ასეთი მასშტაბური დანაზოგები ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც უკრაინის მიერ პატრიოტის სისტემის მსოფლიოში საუკეთესოდ გამოყენება შეიძლება გადამწყვეტი იყოს როგორც მისთვის, ასევე მისი მოკავშირეებისთვის. არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც უფრო მეტად თავად უკრაინაზეა კონცენტრირებული. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, Defense Blog საინტერესო ინფორმაციას გთავაზობს, რომელიც მან Facebook ვიდეოდან შეიტყო, სადაც უკრაინის მიერ თითო ბალისტიკურ რაკეტაზე ერთი ჩამონგდების გამოყენება იყო გამჟღავნებული. ის ამბობს, რომ ვიდეოში ნაჩვენები Patriot-ის გამშვები დანადგარი ისეა კონფიგურირებული, რომ მას შეუძლია ატაროს 2 პაკ 2 Patriot-ის ჩამონგდები და 4 პაკ 3. მიუხედავად იმისა, რომ ორივე რაკეტა შეიძლება გამოიყენოს Patriot-ის სისტემამ, ისინი სრულიად განსხვავებულად მუშაობენ. პაკ 2, როგორც სახელიდან ჩანს, ამ ორ შორის უფრო ძველია. ის ანადგურებს სამიზნეს სიახლოვის დეტონაციით, რაც ნიშნავს, რომ პაკ 2-ის საბრძოლო ნაწილი ფეთქდება მაშინ, როცა რაკეტა უახლოვდება შემოსულ საფრთხეს და შედეგად წარმოქმნილი ნამსხევები ანადგურებს ამ საფრთხეს. პაკ 3 რაკეტებს აქვთ პირდაპირი შეჯახების მეთოდი, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც თავად სახელიც ამბობს. ჩამჭერი პირდაპირ ეჯახება შემოსულ სამიზნეს, სანამ მისი საბრძოლო ნაწილი აფეთქდება. პაკ 3 რაკეტებს მეტი სიზუსტე სჭირდებათ, მაგრამ ისინი უფრო საიმედო შედეგებსაც იძლევიან. პაკ 2 ჩამჭერები მსუბუქად ამცირებენ საიმედოობას, იმისთვის რომ შემოსულ საფრთხეზე დარტყმის მეტი შანსი გქონდეთ, თუნდაც ეს დარტყმა საფრთხის სრულად განეიტრალებას არ ნიშნავდეს. თუმცა უკრაინა ორივეს იყენებს. მეცაურმა არ დააკონკრეტა, რომელი ტიპის ჩამჭერი რაკეტები გამოიყენება უკრაინის ერთ-ერთზე სტრატეგიაში, რაც საინტერესო დასკვნამდე მიგვიყვანს. მას ორივეს გამოყენება შეუძლია. თუ ასეა, უკრაინამ შეძლო თითოეული ჩამჭერის ძლიერი მხარეების ისე გამოყენება, როგორც სხვას არავის, რაც განსაკუთრებულ სამიზნის თვალთვალსა და სროლის მართვის დროზე დამოკიდებულებას მოითხოვს. და გახსოვდეთ, ეს ყველაფერი ხდება ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც ხმის სიჩქარეს რამდენჯერმე აღემატებიან. ის დისციპლინა და ოპერაციული დახვეწილობა, რაც ასეთ რამეს საჭიროებს, წარმოუდგენელია. ამ ეტაპზე აღარავის შეუძლია იდაოს იმაზე, რომ უკრაინა მსოფლიოში საუკეთესოა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებაში. მაგრამ ამ ამბავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აქვს და ეს არის მეორე მიზეზი, რატომაც ეს უკრაინისთვის ასე მნიშვნელოვანია. ეს უნარი იმდენად საჭიროებიდან დაიბადა, რამდენადაც გამოცდილების ზრდის შედეგად. სანამ ავხსნით, რას ნიშნავს ეს, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ გსურთ მეტი ესეთი ანალიზის ნახვა, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ასე რომ უკრაინა ამცირებს ხარჯებს და ზრდის მოწინააღმდეგის განადგურების რაოდენობას Patriot-ის ჩამონგდების სისტემის ოსტატური გამოყენებით. ნამდვილი მიზეზი, რატომაც ეს ასე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინისთვის, არის ის, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი Patriot-ის რაკეტები, რათა ნატოს დოქტრინას მიხვეს. მან მიიღო იმდენი რაკეტა, რამდენიც მისმა მოკავშირეებმა შეძლეს მიეწოდებინათ. ASHS-შმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა თავიანთი მარაგებიდან ჩამონგდები რაკეტები გადასცეს უკრაინას. თუმცა Patriot-ის რაკეტების წარმოება შეზღუდულია. გარდა ამისა, რადგან ASHS ჩართულია ომში ირანთან, მას დიდი რაოდენობით Patriot-ის რაკეტების გამოყენება უწევს და ის მარაგები, რომლებიც შეიძლებოდა უკრაინას მისცემოდა, ახლა ირანული შაჰედის დრონების ჩამოსაგდებად გამოიყენება. რაკეტების ხარჯვის 4-ჯერამდე შემცირებით, უკრაინა ინახავს საბრძოლო მასალას, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით აქვს. უკრაინამ იცის, რომ უახლოეს მომავალში საიმედო წყარო Patriot-ის ჩამონგდები რაკეტებისთვის არ ექნება. ASHS, რომელიც უკრაინის მთავარი მომწოდებელი იყო, ახლა თვითონ სჭირდება, რაც შეიძლება მეტი რაკეტა ირანში მიმდინარე კამპანიისთვის.
რაც კიდევ უფრო უარესია უკრაინისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა აპრილის შუა რიცხვებში საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მიღწევა ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში. თუ ასეა, უკრაინა როგორც ჩანს ვერ დაეხტნობა აშშ-ის სამხედრო დახმარების განახლებაში, ან საჭიროების შემთხვევაში მეტი Patriot-ის რაკეტის მიწოდებაში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ საუბრობს უკრაინის Patriot-ის რაკეტების დეფიციტზე. ვითარება ისეთი დეფიციტურია, რომ უარესად ვეღარ იქნება, განაცხადა ზელენსკიმ Vance-ის კომენტარების შემდეგ. თუ უკრაინის Patriot-ის გამანადგურებელი რაკეტების მდგომარეობა ისეთივე მძიმეა, როგორც ზელენსკი ამბობს, მაშინ ამ სისტემის სრულყოფილად ფლობა აუცილებელია. უკრაინას უბრალოდ არ შეუძლია მეტი Patriot-ის რაკეტა დახარჯოს, ვიდრე საჭიროა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ. საწყობში არსებული პრობლემების მიუხედავად, უკრაინის მიერ Patriot-ის რევოლუციური გამოყენება გვიჩვენებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სტრატეგია იმდენად განვითარდა, რომ ახლა ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი, ანუ SEPA, ამას ხაზს უსვამს 13 აპრილის სტატიაში, სადაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას მსოფლიო დონისად აფასებს, თუმცა არ მეშნავს, რომ ეს თავდაცვა კვლავაც უმჯობესდება. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მიერ Patriot-ის დოქტრინის საწინააღმდეგოდ გამოყენება იყო მაგალითი, რომელზეც ვიდეოს უმეტეს ნაწილში გავამახვილეთ ყურადღება, კიდევ ერთი რამ არის, რაც უკრაინამ დაამატა თავის საჰაერო თავდაცვას და რის გამოც მას დანარჩენ მსოფლიო მსოფლიოს შესწკერის შურით. ეს არის დამჭერი დრონები. მიუხედავად იმისა, რომ ბალისტიკური რაკეტების მოგერიება კვლავაც ძვირადღირებული რაკეტების გაშვებას ნიშნავს ძვირადღირებულ საფრთხეებზე, უკრაინისთვის მთავარი გამოწვევა რუსეთის მიერ შაჰიდის ტიპის თავდასმითი დრონების გამოყენებაა, როგორც დარტყმებისთვის, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების დასაბნევად, რომლებიც რეალურად რაკეტებზე უნდა კონცენტრირდნენ. როგორც 15 აპრილს ვიხილეთ, რუსეთის საჰაერო დარტყმების დროს ასობით შაჰიდის ტიპის დრონს უშვებს რაკეტებთან ერთად. მაშინაც კი როცა უკრაინა Patriot-ის სისტემებს მაქსიმალური ეფექტიანობით ირენებს, ამას ვერ გაუმკლავდება. მილიარდობით დოლარი ჰაერში აიფეთქებოდა, თუ უკრაინა შაჰიდების წინააღმდეგ Patriot-ის რაკეტებს გამოიყენებდა და იმ საბრძოლო მარაგების პრობლემა, რომელიც ახლა უკრაინისთვის კრიტიკულია, საერთოდ აღარ იარსებებდა. უკრაინას საერთოდ აღარ ექნებოდა საბრძოლო მარაგები, რომელზეც საუბარი შეიძლებოდა. დამჭერი დრონებმა სრულიად შეცვალეს თამაში უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის და ისინი უდიდეს როლს ითამაშებდნენ იმ 96%-იანი ჩამოგდების მაჩვენებლის მიღწევაში, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით რით რუსეთის 15 აპრილის შეტევის დროს. ციფრები ყველაფერს ამბობენ. 8 აპრილს ფიოდოროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის დამჭერმა დრონებმა მარტში გაანადგურეს რუსეთის 33000 დარტყმითი დრონი. ეს რიცხვი მოიცავს ყველა ტიპის უპილოტო საფრენ-აპარატს და არა მხოლოდ შაჰიდის ტიპის გრძელდისტანციურ დრონებს, რომელსაც რუსეთი უშვებს. 33000 ასევე ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის დამჭერებმა წინა თვეში გაანადგურეს. და სწორედ ამ დრონების განადგურებამ სავარაუდოდ გაზარდა უკრაინის საერთო დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი, მარტში 99.9%-მდე. თებერვალში ეს მაჩვენებელი 85.6%-ს მიაღწია, რაც უკვე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო დეკემბერში დაფიქსირებულ 80.2%-თან შედარებით. ეს ტენდენცია ასევე თანხმდება იმ ფაქტს, რომ რუსეთი უფრო მეტ დრონს უშვებს უკრაინის მიმართულებით, როგორც აღნიშნავს SIPA. მარტში მარტო რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 28%-ით მეტი დრონი გაუშვა, თუმცა უკრაინამ მაინც მეტი მათგანი ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ოსტატობა კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ. 99.9%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი მოიცავს როგორც რაკეტებს, ასევე დრონებს. თუ მხოლოდ შაჰიდის ტიპის დრონებზე გავამახვილებთ ყურადღებას, მარტში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 6463 დრონი გაუშვა, საიდანაც 5835 ჩამოაგდეს. ეს ნიშნავს ჩამოგდების 90.25%-იან მაჩვენებელს, რაც გასაოცარია თუ გავითვალისწინებთ იმ დრონების რაოდენობას, რომელსაც რუსეთი უშვებს. მაგრამ სწორედ აქ იკვეთება უკრაინის ჩამომგდები დრონების უპირატესობა. ისინი ბევრად იაფია ვიდრე რუსეთის შაჰიდის ტიპის დრონები. Euronews-ის მიხედვით, ერთი ჩამომგდები დრონის წარმოება უკრაინას უჯდება 1000-დან 4000 ევრომდე, ანუ დაახლოებით 1170-დან 4700 დოლარამდე. რუსული შაჰიდის წარმოება ღირს 25000-დან 40000 ევრომდე, ანუ 29400-დან 47000 დოლარამდე. ორივე იაფფასიანი იარაღია. შაჰიდების ასეთი დაბალი ღირებულება არის მთავარი მიზეზი, რატომაც მათი წინააღმდეგ მრავალმილიონიანი რაკეტების გამოყენება, როგორც ამას აშშ-ში აკეთებდა ირანში, იწვევს იმას, რომ ქვეყანა რამდენიმე დღეში მილიარდობით დოლარს ხარჯავს. მაგრამ თავისი ჩამჭერი დრონებით უკრაინამ შეიმუშავა შაჰიდების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საშუალება, რომლის ღირებულებაც რუსეთის მიერ თავისი გრძელდისტანციური დრონების წარმოებაზე დახარჯული თანხის მხოლოდ მეოცედია. რაც ახლა უკრაინისგან ხედავთ არის ის, რომ ის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის მთავარ გამოწვევას ებრძვის. ეს გამოწვევა არ არის დიდი რაკეტების ძვირადღირებული ჩამჭერებით განადგურება, თუმცა ესეც საერთო პრობლემის ნაწილია. ნიშნულოვნად უფრო დიდი გამოწვევა არის ბალანსის პოვნა ხარჯებსა და რაოდენობას შორის. რუსეთმა ეს უკვე გააკეთა შეტევის მხრივ. რამდენიმე რაკეტა ასობით დრონთან ერთად რუსეთს საშუალებას აძლევს ძლიერი დარტყმა მიაყენოს, ისე რომ იმდენი არ დახარჯოს, რამდენიც მხოლოდ რაკეტებზე დაყრდნობით დასჭირდებოდა. ირონია ის არის, რომ უკრაინამ ეს მიდგომა აიღო და თავდაცვაზე გადაიტანა. უკრაინაც იყენებს ნაკლებ რაკეტებს და მეტ დრონს. უბრალოდ მისი ჩამომგდები დრონები იმდენად იაფია, რომ მთლიანად აუქმებს იმ უპირატესობას, რაც რუსეთმა შაჰიდების გამოყენებით მიიღო. შაჰიდი დრონები უნდა გაიაფებინა საჰაერო დარტყმები რუსეთისთვის და გაეძვირებინა უკრაინისთვის.
ეხლა სიტუაცია შეიცვალა და უკვე რუსეთია ის ვინც ყოველ ჯერზე, როდესაც ციდან უტევს, უკრაინაზე მეტ ფულს კარგავს. ეს ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა. უკრაინა საჰაერო თავდაცვის ოსტატი გახდა, რადგან რუსეთის თავდასხმებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აიძულა ეპოვა გზების შეტევების ასეთი დიდი რაოდენობის მოსაგერიებლად. დამჭერი დრონები, პატრიოტის რაკეტები და კიდევ ბევრი სხვა ახლა წარმოადგენს მრავალფენოვან საჰაერო თავდაცვის მოდელს, რომელიც როგორც უკრაინის ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვიტალი გონჩარუკი ამბობს, 18 თვის განმავლობაში შეიქმნა და ამავე პერიოდში უკრაინა მნიშვნელოვნად გაზარდა პროპელერიანი დრონების წარმოება. უკრაინამ აღმოაჩინა საჰაერო თავდაცვის საიდუმლო, რაც იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ერთი სწორი სისტემა, რომელიც გამოიყენება რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ. არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეული შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ გაშვებული კონკრეტული ტიპის იარაღის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა წინ. რუსეთი გადადის შაჰიდის ტიპის დრონების გამოყენებაზე, რომლებიც აღჭურვილია რეაქტიული ძრავებით, რაც მათ უფრო სწრაფი უნდა გახადოს და შესაბამისად მათი ჩამოგდება უფრო გაართულოს. მაგრამ უკრაინა ამ გამოწვევასაც პასუხობს. 14 აპრილს მილიტანიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჩამონგდები დრონები უკვე ანადგურებენ რუსეთის ახალ რეაქტიული ძრავებით აღჭურვილ დრონებს. უკრაინა ასევე მუშაობს ლაზერულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც თითქმის ნულოვანი ხარჯით ანადგურებენ რუსეთის უფრო სწრაფ დრონებს. ამ ტიპის იარაღები ჯერ კიდევ პროტოტიპის ფაზაშია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი საერთოდ ვითარდება, გვაჩვენებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ოსტატობა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ არსებული სისტემების გამოყენებაში მსოფლიოში საუკეთესოა. უკრაინა ქმნის სრულიად ახალ იარაღებს, რათა უპასუხოს ყველა საჰაერო თავდაცვის გამოწვევას, რომელსაც რუსეთი აყენებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ უკრაინას ახლა საკმაოდ დიდი მოთამაშეები ეპატიჟებიან, რომლებიც მის საჰაერო თავდაცვის საიდუმლოებებზე ხელის დადებას ცდილობენ. უკრაინის ჩამჭერი დრონები და 4 წლიანი გამოცდილება რუსული შაჰიდის ტიპის დრონებთან ბრძოლაში ის მიზეზია, რის გამოც სპარსეთის ზღვისყურის ქვეყნები უკრაინასთან თავდაცვის შეთანხმებებს აფორმებენ. ეს შეთანხმებები, რომლებიც უკრაინამ ყატართან, საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გააფორმა, თითოეული 10 წლის განმავლობაში მოქმედებს და უკვე გამოიწვია ის, რომ მარტში უკრაინამ 200-ზე მეტი ანტიდრონის ექსპერტი გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ამ შეთანხმებების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ისა, რას იღებს უკრაინა სანაცვლოდ. იარაღი, საწოვი და ფული, ეს ყველაფერი ეს უკრაინისკენ მიემართება, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში გავლენის ახალი დონე, რომელიც უკრაინას აქამდე არასდროს ჰქონია. აი რას გაძლევს ის, როცა მსოფლიოში საუკეთესო ხარ, როცა უკრაინა აგრძელებს თავისი მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის სტრატეგიის გაუმჯობესებას და დასავლური სისტემების გამოყენებას უფრო ეფექტურად, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, ის იძენს ისეთ გამოცდილებას, რომელსაც თავისი არმიის სასარგებლოდ გამოიყენებს. უკრაინის საჰაერო თავდაცვა უკვე პირდაპირ იცავს მას, მაგრამ ამ ბერკეტთან ერთად მოდის დაცვა საწოვისა და ფულის სახით, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიას, უკრაინის დასუსტებისკენ მიმართულს. სხვათა შორის, სპარსეთის ყურის შეთანხმებებზე კიდევ ბევრია სათმელი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამოცდილება იმდენად ფართოა, რომ შესაძლოა სწორედ ეს გახდეს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის გასაღები, თუ ოპერაცია ეპიკური რისხვა კვლავ დაიწყება. შავი ზღვის ბლოკადების მძიმე გამოცდილება უკრაინას ფასეულ პარტნიორად აქცევს ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნისთვის და შეგიძლიათ გაიგოთ რატომაც, თუ უყურებთ ჩვენს ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგაუწყლეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს პუტინის შეჭრა იმას, რომ უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ სამხედრო ძალად იქცეს. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.